ოთხივე შეხვედრით იქნება დამატებით ოთხივე შეხვედრები წარმომადგენლებთან. ქუთაისში ფოთსა და ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის ღირებულება 60 მილიონი ლარია. ის აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანური კომპანია შეასრულებს. პროექტი აგვისტოში დაიწყება და 3 წელში დასრულდება. სამუშაოებში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ. ქუთაისში დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისში ხელი 60 მილიონიან კონტრაქტს მოეწერა. ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, ასევე ქუთაისისა და ფოთის მერები და მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ. დღესვე დავით ნარმანია გელათის ქუჩის ცხოვრებლებს შეხვდა და მათგან წყლის მიწოდებაზე არსებული პრობლემები მოისმინა. 60 მილიონი ლარი დაიხარჯება ქუთაისში, ფოთში და ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის ფუნდამენტურად გაკეთებისათვის, რაც გულისხმობს არსებული სისტემის მთლიანად ახლით შეცვლას და 24 საათიან წყალმომარაგებას. კონტრაქტორი გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც მოეწერა დღეს ხელშეკრულებას ხელი, იღებს ვალდებულებას, რომ უახლოესი 1 თვის განმავლობაში მოახდინოს ტექნიკის და პერსონალის მობილიზება. მნიშვნელოვანი პროექტია, მოგეხსენებათ, გამარჯვებულია ესპანური კომპანია Cobra Installation. კონტრაქტის ღირებულებაა დაახლოებით 60 მილიონი ლარი, გაგრძელდება 2016 წლის ბოლომდე და რომ დამთავრდება ეს პროექტი, წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება ქუთაის, ფოთს და ანაკლიას. ფოთი, რომელიც არის საპორტო ქალაქი და მართლაც საქართველოს საზღვაო ჭიშკარი, ფოთს ექნება 24 საათიანი წყლის მომარაგება, ერთ თვეში დაიწყება ეს პროექტი, 2 წელში სრულად დასრულდება, 21 მილიონი არის გამოყოფილი ამისთვის, დასაქმდება 300-ზე მეტი ადამიანი ადგილობრივი მოსახლეობიდან და ერთ-ერთი მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდება, ეს ხო ფოთელების ძალიან დიდი ხნის ოცნება. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს გიორგი ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი